გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახლავთ სოსო მაჯავიძე, ტრადიციულად ბატონო სოსო, მადლობა რომ მოგზანდით. და ბატონო სოსო, რა თემაზე მინდა რომ ვისაუბროთ დღეს? აი მიმდინარეობს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა, მუშაობს ეს კომისია და პრინციპში პოლიტიკოსების ნაწილისთვის კი არა, მე მგონი ყველასთვის, ჟურნალისტებისთვისაც ყოველ შემთხვევაში, ვინც ნამდვილად ჟურნალისტი იყო. ეს მოვლენები, რაზეც მსჯელობა არის ამ საგამოძიებო კომისიის ხდომებზე, ცნობილი იყო თვითონ, ну ყოველ შემთხვევაში მათი უმეტესობა რაღაცა ნაწილის შემდეგ იმ წლებშივე. თუმცა ეხა არის 2025 წელი, 2012 წლიდან, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, გავიდა 13 წელი. აი ჩვენ რატომ ვისმენთ ისევ ამას, რომ ვისმენთ ეს არ არის, თქვათ ვიღაცა მარიცის ალბათ რაღაც ნაწილმა საზოგადოების, თუმცა ვინც არის ის ვერც დაიჯერებს და არც დაიჯერებს ამას, მე როგორც მივხვდი, მას ჩამოყალიბებული განწყობა აქვს ფიქსირებული და ამიტომ ურჩევნია რომ არ დაიჯეროს და არ მიიღოს, მაგრამ აი ეს მასალები, რომელიც არის ადამიანების ნაამბობები, ხომ კონკრეტული ადამიანების ტრაგედიები. იგივე ვთქვათ ჩვენს ევროპელი პარტნიორებისთვის, ეს ევროკავშირი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები. რატომ არ მიეწოდა მათ ეს ინფორმაცია, როდესაც ისინი რაღაცა დემოკრატიის გაუარესებაზე საუბრობენ? მე გულისხმობ საჯარო ტრიბუნებზე, ასეთი რამ დაუშვებელია, არ შეიძლება ისინი ამას არ იმჩნევენ, ხოლო თუ ისინი ამას არ იმჩნევენ, მაშინ ჩვენ სად მივდივართ? გაუგებარია თუ შენი პარტნიორი არის მეს ამას, ის არ აღიარებს ამას, მაშინ რაღა პარტნიორი გამოდის. ან ქართული ოცნება ვერ აწვდის შესაბამისად, ან მათ უბრალოდ არ უნდათ ამისი დანახვა. თქვენი აზრით ეს დაგვიანება, დროში დაგვიანება რამ გამოიწვია ამ თემებზე საუბრის და ამ თემების გამოძიების, რა საჭიროა აი ასეთ ხანგრძლივ რეჟიმში საზოგადოების დაზაფხვა? მე მესმის რომ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, მაგრამ არ შეიძლება მთელი ცხოვრება გაატარო ამაში, ხო? უნდა დაერქვას თავის სახელი, დაამთავრო და წახვიდე წინ. იმიტომ რომ ეს უკან გწევს, შენ და მუდმივი გაბოროტებული საზოგადოება ხვდებით რა შედეგებიც მოაქვს ამას. აი როგორ ფიქრობთ, რატომ არ იყენებს ამას როგორც არგუმენტს, როგორც კოზირს გნებავთ ქართული ოცნება, თუ არ უსმენენ მას? Ну, თუ საერთაშორისო ასპარეზზე გულისხმობთ. დიახ, საერთაშორისოს გულისხმობ. საერთაშორისოზე ეს თავის დროზეც გატანილი იყო, ბევრი მასალებიც არის გატანილი, ბევრგან იქნა ეს დემონსტრირებული, რა ვიცი, 1000 ბრიფინგი ჩატარებულა, 1000 წერილი გაგზავნილა, მე რამდენადაც ვიცი. მაგრამ ეს ყოველთვის ეჯახებოდა ყრუ კედელს. ვინაიდან ეს პროექტი, ფერადი რევოლუციების პროექტი, ეს არ არის ხო მარტო საქართველოს საკითხი, ეს არის გლობალური დომინირების ინსტრუმენტი. შესაბამისად, ის პოლიტიკოსები, რომლებიც იყვნენ მოყვანილი ამ ფერადი რევოლუციების შედეგად ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში, სარგებლობდნენ პატრონაჟის ქვეშ, ეს დაუწერილი კანონია, პატრონაჟით სარგებლობდნენ, ესენი არ იყვნენ შემთხვევითი ხალხი, არ არიან შემთხვევითი ხალხი, მათ პატრონები ყავთ, ისინი პროექტის ნაწილი არიან. შესაბამისად, ის რომ დაუშვათ და ამას გარკვეული იდეოლოგიური ნაწილი ახდა, სააკაშვილი მაგალითად იყო დემოკრატიის შუქურა, ხო? და ის ხალხი არსად არ წასულა, ვინც ეს სააკაშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში, ეს ღია გამოქვეყნებული დოკუმენტებია, ეს განა რამ ვინმესთვის საიდუმლო არის ეს აბსოლუტურად ღია. პრობლემა იმაშია, რომ აი ეს დოკუმენტები დეკლასიფიცირებული, განსაიდუმლოებულია დოკუმენტები ამის და ეს აქ უნდა ქვეყნდებოდეს ეს. ამერიკაში მაგალითად აი იგივე თუ გახსოვთ აი ჩემი და ლიზი ლეინის ეთერში ლინკები მოყვანილია პირდაპირ და ეს უნდა ქვეყნდებოდეს საერთოდ იქ რასაც განსაიდუმლოებას გააკეთებენ მოქმედი აგენტურის უშუალოდ მათი აგენტურის ხო რა ხდებოდა ასევე უახლესი ისტორიაც ეგრე უნდა იწერებოდეს ობიექტური მონაცემების საფუძველზე და მედია ამას უნდა აცნობდეს მოსახლეობას რომ იმან იცოდეს რომ ეს საქმე აქვს მაგალითად კონკრეტული ორგანიზაციების და კონკრეტული ძალების ინტერესების გამტარ ადამიანებთან, რომლებიც დაუშვათ გარკვეული პირობებით იყვნენ თავის დროზე გადაბირებული ამა თუ იმ ძალის მიერ. ამიტომ ახლა ის ძალები არიან იმაზე, რა ქვია, კვლავ ცხენზე, ესე რომ ვთქვათ, შესაბამისად ახლა მათთვის
იმის ზახილი რო იცი რა თქვენი ისინი მოყვანილი ხალხი სინამდვილეში გარეწრები სადისტები და მამაძაღლები არიან ხო მათ აქვთ ამაზე პასუხი რომ შეიძლება მამაძაღლები არიან მაგრამ ჩვენი მამაძაღლები არიან და ამიტომ თქვენ ჩუმად უნდა იყოთ ამასთან დაკავშირებით ამასთან კიდე მთელი რიგი საკითხებია დაკავშირებული მათ შორის გარკვეული საიდუმლოებების შემცველი საკითხებია დაკავშირებული ხო რაც არ განსაიდუმლოებულა რა ხო რომელიც დაკავშირებულია ამჟამად მოქმედ დაუშვათ ამჟამად განხორციელებად ოპერაციებთან და იმ ოპერაციებში მოქმედ პირებთან დაუშვათ იმიტომ მათ კავშირები ჰქონდათ ხო ამ ხალხთან და აქვთ ეს კავშირები აქედან გამომდინარე ესე იგი სახაზავით ხელებზე მოხვდათ თავის დროზე მე რამდენადაც ვიცი როდესაც რა გულობყოლოდ აპირებდნენ ამ კედლის გარღვევას თავის დროზე ხა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ საზოგადოების მენტალობა მაშინ სახელმწიფოებას მოხვდა რა თქმა უნდა და განუწყვეტლივ ხდებოდა სხვათა შორის ძალიან მტკივნეულ ადგილებში იმიტომ იყო კოსტუმებზე სულ თავს მეც მიკვრდა ბატონო იმეორებდნენ სულ ახლა რა თქმა უნდა კაფლანგო ახლა გინდა კოსტუმი იყიდე, გინდა მასაჟი გაიკეთე და გინდა ვილა იყიდე, მაგრამ ნუ მაინც ეს სულ ფიქრობდნენ, თუ მხოლოდ ეს მიაწოდეს ეს ინფორმაცია. არა, მაგალითად პრემიერი ზურაბ ჟვანიას საიდუმლოებით ბჭყალებში მოცული, ესე იგი, სიკვდილის ამბავი, ხო? დიახ. რა ხდება, რა შეასაქმე ხომ არ იცით? გასაგებია რომ გარკვეული ინტერესანტები არსებობენ, რომლებსაც არ უნდათ რომ ამას დაერქვას თავის. ხალხს მე მახსოვს, მაშინ ხელით ვინიშნავდი მისილსებს რაღაც კვირის ბოლოს რაღაც ანალიზს წერ ხოლმე, ანალიტიკური წერილებს წერ ხოლმე და მაშინაც ვწერდი. და მახსოვს ზუსტად იმ კვირას, როდესაც მოკლედ შემდეგ ეს არავის უხსენებია. ზურაბ ჟვანია 2 დღით ადრე მან გააკეთა, რომ დიდი დოღი იწყებოდა, მისი საპრივატიზაციო დოღი, ფოთის პორტი და პაკეტებში პორტები იყო გატანილი აუქციონზე. შემდეგ ეს თემა არავის აღარ უხსენებია. ამ თემას რა კავშირი ჰქონდა და არც ის რით დასრულდა დოღი. ხო, და არა მარტო ეგ იყო, რა თქმა უნდა, რა თქმა მე ხა ეს ძალიან უნიშნელო რაღაცას ვამ, რაც თქვა გაშუქდა ტელევიზიით. ხო, და მე რა დასკვნად წამოვიდა იქიდან ხო დავინახეთ რა. ხო, და საერთოდ ეს ძალიან ისეთი ისტორია, რომელიც ახლა მაგალითად რო დაერქვას თავის სახელი და უშუალოდ ის რა მოხდა სინამდვილეში, რა შუაში იყო იქ იუსუპოვი, ხო გასაგებია, ხო ის, ხო. შექმნისთვის. ნუ ახლა წარმოიდგინეთ ახლა რამდენი ადამიანი იქნება ამას ჩართული, ხო წარმოგვიდგენიათ ამ დანაშაულის სქემაში, ხო? იქიდან გამომდინარე ახლა გასაგებია რომ ამას აქვს თავისი პატრონი ყავს. ის ადამიანები არიან აქაც, ვისაც ეგ არ აწყობს რომ განხმაურდეს, იმიტომ რომ ყოველ ასეთ საქმეს მიყვება დაუშვათ ესე მთელი მიცელიუმია დანაშაულებრივი, ასე ვთქვათ, უამრავი ხაზი მიყვება. თუნდაც აი კენედის საქმე რო გასაჯაროვდა რა ამერე. ხო. აი რა. ეგ მეორე საკითხია იქ რა ხდება, ჩვენ იმას. აი იგივე დაუშვათ გურამ შარაძის კვლელობის საკითხი, ხო, მაგალითად, ხო. რატო ის მართლა ვინმე ჯერა რომ ბარათელი არის მკვლელი, ეგ ხო დადასტურებულია. ხოშოს მე გახდით იქ ბარათელთან შესული. ან მისი ვაჟის, მანამდე. დიახ, ხო. რა გურამ შარაძის, რომელიც იყო ნამდვილად დიდი ეროვნული მოღვაწე და რა აქნეს, დემონსტრაციულად მოკლეს, ხო? ხო. და ამაზე რატომღაც ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ იყო ამის გახსნის შესაძლებლობები ძალიან ბევრჯერ, უბრალოდ ძალიან კონკრეტულად მაინც არ მოხდა და ასეთები რამდენი ჩამოთვალო ახლა მე უბრალოდ ყველაზე უფრო თავდაჟე ჟვანიასთან დაკავშირებით მე თავისთავად აუცილებლად უნდა იყოს, რა თქმა უნდა დაადგინო ბოლოს და ბოლოს არა მოხდა მე კი მეჭვება ჩვენ ეს გავიგოთ, მაგრამ აი ჟვანია რა თქვენი აზრით რატომ იყო მოსაშორებელი ფიგურა? ჟვანია ხელს უშლიდა სააკაშვილის აი ამ ჟვანია დაჯგუფებას და ეხლა მე პოლიტიკოსებს საუბრობ და აწყვნოს მისი სული ღმერთმა არ მეყვარს რა თქმა უნდა გარდაცვლილებზე საუბარი, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკოს ის არ გააკეთებდა ამას თქვათ ის აი მენტალურად ეხლა ისინი ბუნებით ერთმანეთს კი არ გვანან, მაგრამ ვითომ როგორც პოლიტიკოსი ის არ წავიდოდა ამ ნაბიჯებზე რატომ?
აი ამას ვერ ხსნი ხოლმე მოდის რა მოხდა ჟვანიას ახლა თავისი ჟვანიას ფიგურა შეიძლება სხვადასხვანაირად განიხილო და სხვადასხვანაირად შეხედო და უშუალოდ ზოგს მოწონს ზოგს არ მოწონს და ზოგ მაგრამ ჟვანიას ძნელი წარმოსადგენი იყო და უშუალოდ ის რომ ჟვანიას პირობებში მომხდარიყო მასობრივი განკულაკების ეს ყაჭაღური იყო უდავოდ ხო და მაგაზეც იყო დაპირისპირება ხოთაშორის ეგეც ვიცი მე რომ დაპირისპირება იყო თან არ ვიცი იქიდან ჭორად კი არ ვიცი უშუალოდ ვიცი რომ აი ეს ეგზეკუციები რომელიც დაიწყეს ამათმა ანუ რა დაიწყეს ამათმა დაიწყეს ძარცვა ხო მე არ ვიცი ამ ხალხს არ ახსოვს მაშინ აი 2004 წელს რომ დაიწყო მასობრივად ბაზრობების ქონებების ჩუქება სახელმწიფოსთვის ან იგივე ოქროაშვილი რომ არანუ ჩვეულებრივად დაიწყეს და ეს გასაგებია რომ ატარებდნენ და ისეთ ხასიათს რომ ეს ტენდენცია ის კი არ იყო რომ დაუშვათ ბაშად და არ დამთავრდებოდა ეს იცოდა ჟვანიამ და ძალიან ისეთი ის ქონდა დაპირისპირება ამასთან დაკავშირებით ხო ამის გარდა რთული წარმოსადგენი იყო ხა ჟვანიას პირობებში ის მილიტარისტული ბაუშოთ კამპანია რომელიც დაიწყო ხო სააკაშვილმა ანუ პირდაპირი ომის პროვოცირება ხო ახლა როცა ომზე ვლაპარაკობ ჩვენ 2008 წელს უნდა გავიხსენოთ რა ხდებოდა წინა პერიოდში ხო და წინა პერიოდში რა ხდებოდა და 2004 წელს სწორ ადგილზე წვერიახოსთან რაებიც მოხდა და თითქოს ის იყო რა ქვია რო არ ახსენებენ იმ 17 თუ 18 გარდა დაღუპულ ადამიანს ხო ეს გაწნილი იყო რა მნიშვნელობა აქვს ხო რა მნიშვნელობა თითქოს არავის და დანარჩენ კიდე ანუ ეს მიზანმიმართული ესკალაცია და თელი ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს წევამდელები რომ ტყვეთა იყვანა და ის რომ დააჩოქა ისიც ხო მანიაკია ეს იყო ჩვეულებრივი ის არის რა ტექნოლოგია იყო გამწვავების სიტუაციის ხო ეს არავის არ ეხსენებს ხო არ ახსენებენ და ეს რაღაცებზე ლაპარაკობენ ვინ დაიწყო რა და რაც იყო ვერ ხედავდით კაცო რა კონფლიქტი რომელიც იყო მინავლებული ხო იმიტომ რომ ფაქტიურად იგივე ცხინვალთან ახლა მიმოსვლა იყო ადამიანური ურთიერთობები ესე თქვა ნელ-ნელა თბებოდა ნელ-ნელა ხო და ეს ქმნის საერთოდ კონფლიქტის მოგვარების წინაპირობა მოდეშ ეს არ იყო ხელსაყრელი არც რუსეთისთვის პოლიტიკური იმისთვის ახლა ვისთვის იყო და ვისთვის არა ეგ ცალკე საკითხია მე გულს აი ხანდახან მეჩვენება რომ შეთანხმებულად მოქმედებდნენ შეიძლება რა თქმა უნდა არა ესეთი შტაბეშტილება რჩება ეხა მე არ ვიცი ბუნებრივია მოქმედებით და ეს იყო სასწაული რომ მოიხაზა სამხრეთ ოსეთის საზღვრები. ხო, სამხრეთ ოსეთის საზღვრები. აი ადმინისტრაცია რო შეიქმნა და იგი მოიხაზა ისევე როგორც ზემო, აი ნუ თუ ამას ლოგიკურად ვიღაც ვერ ხვდება. ნუ შეიძლება დავუშვათ 1% რომ ეს იყო თქვა დამთხევა, მაგრამ როგორც ნუ ხო ხდება რა ალბათობა. თავრობა რო შეიქმნა. ალბათობა, ხო, თავრობა შეიქმნა, იქაც ახალგორი მიუერთეს. დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში არ შედიოდნენ, ვერ შედიოდნენ, ეს ზვალივით იყო წელში გაჩხერილი, ერედვის გზა მუშაობდა, ის სიცოცხლის გზა ჯერ კიდე ვიროს დროიდან დაერქვა და ეს მოუხაზა, ესეთი შტაბეშტილება დარჩა, მოუხაზა ტერიტორია და შემდეგ ეს ტერიტორია რუსეთმა ძვირფასად წაიღო და აღიარა. ოღონ ისე გაკეთდა ეგა რომ ეს ტერიტორიები ფაქტობრივად დამოუკიდებლად უნდა გამოცხადებულიყო იმ საზღვრებში, პირველ საზღვრებში, რომელიც ქონდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებში. კი ბატონო, ოლქს. დიახ, ახლა ეს იყო რუკა რომელიც 1984 წლის რუკა 50000-იანი და იქ არის იმის მიხედვით არის იგივე დაუშვათ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ყოფილი საზღვრები, ადმინისტრაციული საზღვრები. მართულ ხლარტებსაც იკავლებს რა თქმა უნდა, გასაგები იყო რომ იგავლებდა. ხო და ესე იგი სამწუხაროდ ხალხს არა აიხსნა ის საზღვრები პირობითი იყო მაშინდელი საზღვარი და კვეთდა სასაფლაოებს, ახლებს, ეკლესიის ეზოებს, რა ვიცი ცოცხალ სხეულზე გავლებული აღმოჩნდა, იმიტომ რომ იმის მერე იქ იმ საზღვარს ვინ უყურებდა ყოველი 70 წელი და ნუ წარმოვიდგინოთ და იმაზე აქვს ეს რუკა ადევს და იმის მაგივრად რომ თქვან რომ აი ამის მიხედვით ხდება ეს
და რაღაცა ზომები უნდა გამოიყენო ხო ამ შემთხვევაში პრევენციისთვის იქ მოლაპარაკებები უნდა რომ ადამიანები არ აღმოჩნდნენ იქ ზღვის პირობით საზღვრის იქით და ასე შემდეგ ეს გამოიყენებოდა იმისთვის რომ დაუშვათ აი ეს მუდმივი დაძაბულობაში და შიდა პოლიტიკური არც თუ ისე მოხერხებულად გამოიყენებოდა შიდა პოლიტიკური მართვისთვის რასაც მე ოპოზიცია ეგრეთ წოდებული იგივე იმისთვის იყენებდა და ხალხში დაუშვათ იმ ნარატივის გავრცელების რომ ცოცვა მიმდინარეობს ცოცვა კი არ მიმდინარეობს რაც მისეს მაშინ სარკოზი მედვედევის შეთანხმების საფუძველზე იკავლებდა და ეს უნდა თქვა რომ იკავლებს და სინამდვილეში ვინ იყო დამნაშავე ამაში ისიც უნდა თქვა ხო ის რო დაუშვათ ახლა რუსეთმა ოკუპაცია გააკეთა მაგრამ რო გააკეთა მანამდე ხო არ ქონდა გააკეთებული შენ რა გააკეთე რომ იმას არ გაეკეთებინა ელემენტარულად ხო ეს კითხვა რა თქმა უნდა ცოტა რთული არის და შესაბამისად შენ გააკეთე ყველაფერი ისე როგორც იმას უნდოდა და მორჩა ეგ არის ღალატი თორე რომ მოუხაზეს და ის შექმნეს იქ მთავრობა და იძახდნენ კოკოიტი ფანდარას და ასე შემდეგ რას ნიშნავდა ეგ რა ვინმეს ეგონა რომ დაუშვათ რუსეთის ფედერაცია არ ჩაერეოდა ეგ ხომ ალბათ მეოთხე კლასელ ბავშვსაც უნდა ესმოდეს ხომ რომ როცა შენ ხელი გაქვს მოწერილი და იქ იყენია სამშვიდობო ძალები სამხრეთ ფორმატში ხო და როცა აგრძელებ ამ სამხედრო ამის ვადასუხანგრძლივებ ორი თვით ადრე და მე ეს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას აპირებ ნუ ეს ხო გასაგებია რაც არის ხო ელემენტარულია და ამის გარდა ახლა კიდე ერთსაც ვიტყვი ესე იგი რუსეთის სახელმწიფოს ყველაზე რბილი ყველაზე უფრო მოწყვლადი ადგილი არის კავკასია. რა თქმა უნდა. ჩრდილო კავკასია. შესაბამისად ახლა ეს რაზეა იქ დაფუძნებული? იქ დაფუძნებულია რომ ეს ძალა ანუ პახანია ესე ვთქვათ რა. საკმარისია ის აკელა აცინოს მომენტალურად შეჭამენ. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იქ უამრავი ძალა იქ არ არის ეგრე რომ დაუშვათ მარტო ისტორიულად იქ თურქეთიც არის ისტორიულად იქ ბრიტანული დაზვერვაც მუშაობდა ვიცით ყირიმის ომი თავის ძროზე ბრიტანეთის გლობალური იმპერია იყო ირანიც იყო და ასე შემდეგ და ამგვარები ეხლა პაკისტანიც გამოჩნდა ხო და ყველა გამოჩნდება კაცო როცა და შენ როდესაც დაუშვათ იმას ფიქრობ რომ ხა იცი რა პახანია ანუ წმინდა გეოპოლიტიკური და სამხედრო ბაზების საკის რო თავი გავანებოთ და დაუშვათ იქ შენ ფაქტიურად ცდილობ დაამარცხო ხო დამარცხება იქნებოდა ხო მისი კლიენტის განადგურება ხო ეს კლიენტის მისი კლიენტელაა ეს ესე ვთქვათ ხო სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული მთავრობა ხო და ეს წარმონაქმნი სადაც 30000 კაცი ცხოვრობს და ისიც თან ის არის მიდი მოდის ხო ის არის ხო კი ბატონო საერთოდ თავის დროზე როგორ გაკეთდა ეს და რატო გაკეთდა და მე ჩვენ რა გავაკეთეთ იმისთვის რომ ეს უდიდესი პრობლემა დაგცემოდა თავზე დაგტეხოდა ეს ალკე საკითხია და ვინ არის კიდე პასუხისგებელი ამაში ამაზეც ხო არავინ არ ლაპარაკობს კი მაგრამ შეიძლებოდა იმის გაკეთება ისე როგორც გაკეთდა რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ბატონო თუ შეიძლება რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვიტოთ და გავაგრძელებ ძალიან მალე დაგველოდეთ ჩვენს მომართა სასა მანჯავიძესთან ერთად ბატონო გავაგრძელოთ ხო იქ ჩვენ რო არაფერი გავაკეთეთ არ გავაკეთეთ და ეს ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე რომ აი ეს ჩადო ეს სტალინური ავტონომიები ჩადო ნაღმი რამდენი თუ იცი რომ ნაღმი ჩადო მოდი თუ იცი რომ ნაღმია და შენ მაინც ამაზე ფეთქდები ვინ არის დამნაშავე ვინც ნაღმი ჩადო თუ შენ რო ასეთი სულელი აღმოჩნდი თან იცი რომ ნაღმია აი ეს მაოცებს როცა თქვა არ იცი და ისეთ ადგილასა დანაღმულზე მიდიხარ და გონია რომ ის არის რაღაცა ედემის ბაღი გავიგე იქ რო აფეთქდე მაგრამ სულ ვამბობთ რომ იქ ნაღმი ჩადო საზიზღარო და ჩვენ მაინდა-მაინც იმ ნაღმზე უნდა დავაჭიროთ აი ეს ლოგიკა ცოტა არ იყოს არაჩვეულებრივი ლოგიკაა ეგ კი სამოქალაქო ომის წინაც ეგრე იყო სხვათა შორის რომ ერთი პოლიტიკური მოღვაწე გამოდიოდა და დაგვირეკესო იქიდან ყაზახეთიდან ხო იცი ესენგეს ის თათბირიო აი რომ ის რას ამტკიცებდა რომ ეს ინსპირირებული იყო
თითქოს ეს ახლა გასაგვირია რომ ინსპირირებული იყო. აიო, თუ არ იყო ინსპირირებული, დაგვირეკესო. და გვითხრესო რომ ახლა პასუხი გითხარი თუ ანუ ესე იგი შემოდიხარ თუ ამ დსთ-შიო და ანუ მოკლედ თქვენ თავს დააბრალეთო და ვიცოდითო რომ ესე იგი სამოქალაქო ამ დროს ხო და აიო ხო ხედაო და მე როგორ მოიქეცმერე და ნუ როგორ და ახლა ესე იგი აბა ხوار დიპლომატიას ხوار მიმართავდნენ გააკეთეს ისე როგორც გააკეთეს და შედეგი რა მივიღეთ ესე იგი რორა ხო ნუ შაირი სიტყვითა მე ახლა სხვათა შორის მე სტუდია მღმერთი მაღალი ახსე სხვათა შორის ეს დავამახსოვრე მაშინ კი არ ვიყავი ჟურნალისტი მაგრამ ჯანსუღ ჩარკვიანი ამბობდა იმ ხტომას უყურებდი აი იმერის პარლამენტში დსთ-ში მიღება არ მიღებას და ჯანსუღ ჩარკვიანმა თქვა ასეთი რაღაც რომ ჩვენ ახლა იმაზე კი უნდა ვიმსჯელოთ თუ შევიდეთ თუ არ შევიდეთო პირიქით დაგვიანებული ხო არ არის რომ შევდივარ არა შესვლა ყველაზე მან ტრაგედია ის იყო რომ მანამდე ხო ეს დსთ-ის იმაზე იყო ლაპარაკი შევიდეთ არ შევიდეთ მე აფხაზეთის ომი ხო იყო აფხაზეთის ომის დროსაც ბოლოს როცა სოხუმში ჩაყენებაზე იყო ლაპარაკი ანუ მოლაპარაკება რაში მდგომარეობდა პირობები რომ გაყოფილიყო იმიტომ რომ კატასტროფის წინაშე იდგა ხო მოსახლეობას და ჯარის და საერთოდ ქვეყანას და ლაპარაკი იყო ულტიმატუმზე და ან შემოდიხარ დსთ-ში და ყველაზე დიდი ცირკი ის იყო რომ ეს დსთ-ის წესდება ამერიკელებმა მიცეს ამ დროს ანუ მაგათი პროექტი იყო ხო იმისთვის რომ დაუშვათ იქ გარკვეული მოსაზრებები არსებობდა იმათვის მოხერხებული სამართავიც იყო და გარდა ამისა არსებობდა უზარმაზარი საბჭოთა არსენალის ატომური არსენალის ესე ვთქვათ განკარგვის საკითხი ეს უზარმაზარი არსენალი იყო დღევანდელზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი იყო მე ეს განადგურდა იმ ხელშეკრულების საფუძველზე ახლანდელ პირობებთან რომ შეამცირეს თორე უმართავი ის წარმოება მიდიოდა ამ ბირთვული კობინების 25000-მდე ავიდა ეს ბირთვული კობინების რაოდენობა ხო და ეგ ცალკე იყოს ხო და ეხლა ეს რატომ დავიწყეთ მივედით იქამდე კომისიიდან გამომდინარე ხო რომ ესე იგი არსებობდა ამის პოლიტიკური ნება მაგრამ ეხლა მეორეს მხრივ როცა გამოცხადებულია სუვერენიტეტის საკითხი და ეს ყველაფერი გამოვიდა დღის შუქზე და უკვე ოფიციალური პირები კარგახანია ამაზე საუბრობენ და გაჩნდა ის ტერმინოლოგია რომელიც გაჩნდა და რიტორიკა ხო უკვე ცხადია ამ იმას მხილებას თან უნდა ახდეს სასჯელი და არა მარტო პოლიტიკური სასჯელი ხო აქ თავარი მაინც ალბათ მორალური არის არა მორალური რა შუაშია რას ნიშნავს მორალურიც რა ვიღაცა კაცი რომ მოკლავს ახლა დაუშვათ კაც რომ მოკლავს დამნაშავე არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი არა რა თქმა უნდა მაგრამ ის მე რას გულისხმობ აი მაშინაც აერთეს ახლა კიდე აკე ამბობენ რომ რაღაც ის კადრები დადგმული იყო და ციხეში რაც ხდებოდა თუ ვინმე მარიცის ეს რა თქმა უნდა ეს მისი პრობლემაა მისი აღქმის პრობლემაა და ასე შემდეგ მაგრამ აი ვთქვათ მე მაშინ რამაც შემზარა ეს იყო რომ აი შეიძლება არიან ადამიანები რომლებიც აი ამაში იღებდნენ მონაწილეობას და მე მათ ვიცნობ ისინი ჩემს შვილს თავზე ხელს უსვამენ მე მათ სახში უშვებ მე მორალურში ამას გულისხმობ აი ადამიანი ხო არის რაღაცას ხო არის შემდეგ უბრალოდ არ უნდა აბა ძალადობა სხვანაირად როგორ უნდა ებრძოლო არ უნდა ჩამოართვა ხელი არ უნდა უთხრა გამარჯობა განა ის რომ აი იმიტომ აი რო წარმოვიდგინე რომ შეიძლება ის შემოდის ჩემთან სახში და ჩემ შვილთან აქვს ჩემ შვილს ან მე და მე რაღაც პირზე ღიმილით ხვდები ისიც მიღიმის და შეიძლება ეს ადამიანები ახლაც არიან ჩვენ გარშემო რომლებიც აი საშინელებებს ჩადიოდნენ და ჩადიან რა თქმა უნდა არიან კაცო ეს მასობრივი ცემატყეპა და ისინი რა ქვია ძარცვა რაც მიდიოდა ამას ვინ ახორციელებდა ამას ახორციელებდნენ სპეციალური ორგანოები ხო ამას ახორციელებდა სოდი კუდი ფინანსური პოლიცია სადაც ხალხი მუშაობდა და მათი ნაწილი ისევ იქ მუშაობს რა თქმა უნდა იქ მუშაობს ანუ რა თქმა უნდა ეს იყო დანაშაულებული პოლიტიკური ნების აღსრულების მექანიზმები იყო იქ ძალიან ისეთ შექმნილი მკაცრი და ბოლო ამერე გაიშვა ამან და თავის თავზე დაიწყო მუშაობა და მთელი უბედურება მოხდა მე კრეფსი სიჩქარე სათქონდა ეს რა თქმა უნდა 300,000 კაცი როცა არის პრობაციონერი რაზე გვაქვს საერთოდ ლაპარაკი ანუ მოსახლეობის
დასრული მოსახლეობის განსაკუთრებით მამაკაცებს თუმცა არც ქალებს ერიდებოდნენ, მაგრამ მამაკაცების 30%. კი ბატონო. ახლა ეს რო შევა რო იძახიან ეს წითელი რაღაც რო დაუჯინებიათ, ბერიას დროს 16000 კაცი იქნა რეპრესირებული და 800 სიკვდილით დასჯილი. ახლა სიკვდილით დასჯა არ იყო, მაგრამ არც ნაკლები იმსხვერპლეს. ხო. რო წარმოვიდგინოთ რა, მასშტაბი. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბი, საერთოდ. და ახლა როდესაც კითხვა ისმება ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს უკვე ამაზე არა მარტო პოლიტიკური შეფასება, არამედ შესაბამისი სისხლისამართლიური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და კომპენსაციაც უნდა იმადგან სხვათა შორის, ვინც წაართვეს ამ ხალხს ეს ქონება, ხო? აი ამდენი ხანი რატომ დასჭირდა? კი ბატონო, აი ამდენი ხანი 13 წელი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ უამრავი საქმე არის. ამაზე ვისაუბრე, რომ რატო ემაშვებიან სანქციები რატო არის ახლა? რატო უწესებენ სანქციებს და რატო იღებს ევროკავშირის ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციებს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და კითხვა კიდე იმის შესახებ რატომ არის ეს ის რა ქვია რატომ არ იქნა გატარებული თავის დროზე ეს ზომები მე მგონი გასაგებია გარდა სუბიექტურისა რა თქმა უნდა იქ სუბიექტური და მოდი ესე ვთქვათ პირადი ინტერესებიც ბევრი იყო იმისთვის რომ ვიღაცებს დაემალათ და რაღაცეებში წილები და რაღაცეებში ფულები ესეც იყო რა თქმა უნდა და ეგენიც პასუხისმგებლები არიან მაგრამ ნუ ახლა ჩვენ ძირითადად იმაზე ვსაუბრობთ რომ არ იქნა თავის დროზე ეს დანაშაულებრივი წარმონაქმნი ვერ იქნა დასჯილი და ვერ იქნა პოლიტიკური შეფასება სათანადო მიცემული და ეს გადავიდა ასე ვთქვათ მედიაში და გადავიდა ჭორაობის დონეზე რამაც საშუალება მიცა მათ რომ აღედგინათ ესე ვთქვათ პოლიტიკური როლი მე თავიდან საერთოდ ახლა ციხის კადრებზე და ემაზე ახლა კარგად იცი ჩემი ის ხო რა უშუალოდ როგორ იყო რა იყო არ მინდა ამაზე ვილაპარაკო მაგრამ მე ვერ წარმომედგინა იმის მერე ეგენის საერთოდ თავს გამოყოფდნენ და თავის მართლებას დაიწყებდნენ ვერც მაშინ წარმომედგინა როცა ცხინვალის ეს საოცრება ჩაიდინეს ხო და კიდე სააკაშვილის ის ქცევები და მათი საერთოდ საქმენი საგმირონია რასაც უყურებდი ვერ წარმომედგინა რომ მათ კიდე ეყოლებოდათ მომხრეები ხო იმდენი მოახერხეს და პირველ რიგში თავის კურატორების მეშვეობით, დაფინანსებით, იმითი რომ დაუშვათ მედიაში ყოფილიყვნენ განუწყვეტლივ, იმიტომ რომ იმათმა კარგად იციან როგორ მუშაობს საზოგადოებრივი აზრზე მედია მაგალითად და დაუშვათ ის ინფილტრირება და ის სხვა საშუალებები კიდე რომ მნიშვნელობა აქვს არა სიმართლეს, იმიტომ რომ ჩვენ პოსტსიმართლის ეპოქაში ვცხოვრობთ, არამედ ინფორმაციის რაოდენობას და მის განმეორებადობას. ხო, იმის გამოწვევას და დამახსოვრებას. ხო, დამახსოვრებას, რომ ეს ჩაიჭედოს, ანუ ეს არის ნარატივების ომი. სხვადასხვა საქმე მინდა ვიტყვი მაყურებლისთვის, აი, როდესაც თქვენ ჩართული გაქვთ ტელევიზორი და ხშირად შეგიმჩნევიათ ალბათ, როდესაც უყურებთ, რომ გადის ლაპარაკობს ჟურნალისტი, როგორც გადის კადრი და კადრებში სულ სხვა რამ ხდება, ჟურნალისტი ამბობს სხვა რაღაცას. და გაკვირვებიათ ალბათ, რომ რატომ, ხო? აშკარად ეს იმიტომ, რომ უმეტესწილად ტელევიზორი ჩართულია ისმის ხმა. მას აქვს სათქმელად რომ მე ობიექტურად ვაჩვენებ მასალას და სინამდვილეში თქვენ გესმით ხმა და იმახსოვრებთ მცდარ ინფორმაციას და გამოსახულებას საერთოდ არ შეესაბამება იმას რასაც ამბობთ კვლევები არსებობს სადაც რაც ადასტურებს 83% ადამიანების ძირითადად აღიქონს მოვლენებს ემოციონალურად ანუ ფილტრი იმის კრიტიკული აზროვნების ფილტრში არ ატარებს ეს კარგად იციან ეს მათი კვლევებია. შესაბამისად მათი ამოცანა თუმცა ის 13% რომელიც დაუშვათ ფიქრობს და როგორც ქრისტიანობს ფხიზლობს ხომ ისინი როგორც წესი გადამწყვეტ როლს ასრულებენ იმიტომ რომ ისინი როგორც წესი აქტიურებიც არიან მეტი და მეტად პასუხისმგებლიანებიც არიან და შესაბამისად მთელი ამ ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ რომ აი ეს კრიტიკულად მოაზროვნე 13% რაც შეიძლება მიაჩუმონ და მათი აზრი არ ისმოდეს. და რაც შეიძლება წამოწიონ წინ, აი ესე ვთქვათ, აი რჩეული გიჟები და აბსოლუტურად ზნეობისგან დაცლილი ადამიანები. საერთოდ არსებობს 5 პარამეტრი ცნობისთვის რა. ამას ქვია სისტემა ინკუბატორი. როგორ დამართო დაუშვათ აბორიგენები. პირველი რაც არის, უნდა შეარჩიო ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვს განსაკუთრებული პატივმოყვარეობა და თავის წარმოჩენის სურვილი. მეორე და ამის შესაბამისი მონაცემები. მეორე ამ ადამიანს უნდა კონდეს გარკვეული რაღაც, ესე იგი, დამალული კომპრომატი
ან დაუშვათ მანკიერი მიდრეკილება, რომელიც მუდმივად, ესე იგი, იზრდება მასთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რა, შეიძლება. მესამე უნდა იყოს იმისთვის, რომ დაპირისპირებული იყოს, ასე ვთქვათ, ადგილობრივ, ეგრეთ წოდებულ აბორიგენულ კულტურასთან და მოსახლეობასთან, ის უნდა იყოს, რომ ამ კულტურის უმრავლესობის მიერ გაზიარებული რელიგიის, ზნეობრივი ნორმების და ეროვნების არ უნდა ეკუთვნოდეს მას, ან ნახევრად უნდა ეკუთვნოდეს, ან უნდა იყოს რელიგიური, სექსუალური და ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, რომ არ იყოს იდენტიფიცირებული ამ კულტურასთან, რომ არ გაუჩნდეს დაუშვათ გარკვეული სენტიმენტები. აი ამ 5 პარამეტრის მიხედვით ირჩევიან, ესე ვთქვათ, აი ეს დაზვერვები მუშაობენ აი ამ კონტინგენტზე. ასევე მუშაობენ იმაზე, რომ ეს განსხვავებულობები რაც შეიძლება გაღრმავებული იყოს, იმიტომ რომ განსხვავებულობა რომ ვიცოდეთ კარგად, ესე განსხვავებულობა ყოველთვის შეიცავს თავის თავში კონფლიქტის პოტენციალს. ამიტომ ეს ისწავლება ცნობისთვის მაგალითად იგივე ბრიტანეთში ინტელიგენს Mi6-ის მაგალითად აი ბრიტანული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლები ძირითადად ყოველთვის ისტორიკოსები იყვნენ. რატომ იყვნენ ისტორიკოსები? იმიტომ რომ ისტორიკოსები რო იყვნენ, ესე იგი იციან კონტექსტი. ისტორია არის ადამიანმა კონტექსტი ამა თუ იმ საზოგადოების, ხო? და კონკრეტიკა. იმისთვის ძალიან ძნელია დაუშვათ შეადგინოს, ასე ვთქვათ, რუკა მოქმედების. კონტექსტი უნდა იცოდეს, ანალიზის უნარი უნდა ქონდეს. შესაბამისად, აი ჩვენთანაც ეს ნარატივები და მე უნდა იცოდეს ნარატივების შემოგდება, ესე ვთქვათ, ისეთი ნარატივების შემოგდება საზოგადოებაში, რომ ის იყოს მაქსიმალურად დახლეჭილი და დაპირისპირებული ერთმანეთთან. ყველა სეგმენტში. ეროვნული უმცირესობების სეგმენტები, ნებისმიერი ეიჯიზმი მაგალითად იგივე თაობებს შორის განსხვავება, გაღვივება მეზობლების წინააღმდეგ გარკვეული ისტორიული კონფლიქტების და მითების შექმნა ასეთის, ხო? და სხვათა შორის აი ეს ფანტასმაგორიული მითოლოგია ხშირად ურაპატრიოტული ფანტასმაგორიული მითოლოგია, რომელიც ძალიან ხშირად შეიპყრობს ხოლმე, ასე ვთქვათ, გულუბრყვილო ადამიანებს, ხო? ესეც რო იცოდეთ, დამზადებულია made in გარკვეულ საიდუმლო უწყებებში. ანუ ამის საწინააღმდეგოდ ეს ძალიან ის არის, ეგ არის საინფორმაციო ომი, ნარატივების ომი და ამის საწინააღმდეგოდ უნდა არსებობდეს კონკრეტული პროექტი, იმიტომ საინფორმაციო უსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ამ ნარატიული ჭურვები დავარქვენ მაგას, რაკეტები, ჭურვები, ტანკები და ასე შემდეგ, აი ამ საბრძოლო დრონები, ასე ვთქვათ, მასალების ინტენსიური გამოყენების მეშვეობით გამო დაზიანებულ ჩვენ თანამოქალაქეებს, რომელთაც აქვს აღენიშნება მრავლობითი, ესე იგი, ჭრილობები სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა საბრძოლო ნარატიული საბრძოლო მასალების შედეგად მიყენება. სხვადასხვა გუშინ წავიკითხე, არ ვიცი ხა რამდენად მნიშვნელოვანი პერსონაა, ვინც ეს დაწერა, ჩემ ის არ არის. მეგობარი არ არის, არც ეგრეთ წოდებული ფრენდი, აი აღფრთოვანებული იყო ზელენსკი არისო, გმირიო, მისი დიპლომატიური უნარი გასაოცარიაო, რომ ამ ბოლომდე დაიცვა უკრაინის სუვერენიტეტიო. და ისეთი ხელშეკრულება წავიკითხე, არა მარტო წავიკითხე, გვერდზე კომენტარი იყო კიდე უფრო. კი, ის აი მე გაოცებული დავდე ჩემ გვერდზე ის კომენტარი. მე კულტურული, არ ვიცი ამას, აი შეძრწუნებული და ასე აღიქვამს ადამიანი. არა, კი არა აღიქვამს. მაგას ეგრე ჩაუდეს და რეტრანსლირებას აკეთებს. ხო, ასე აღიქვამს, რომ ეს როგორი გმირია, ის სუვერენიტეტი როგორ დაიცვა. და ის ნატრობს მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც რო ესეთი სუვერენიტეტი კილომეტრობით ჯვარი წერე და ყველა ჯვარი წერე საძმო სასაფლაოები ხარ რატო არ. თვითონ თუ წარმოუდგენია საინტერესო იმ საძმო სასაფლაოში, თვითონ ჯვარის წერია, ისი ოჯახის წევრი, აი იქედან შეხედო სუვერენიტეტი. ამას ეს რაზე ჩაიჭირეს, ახლა ეს ჩაიჭირეს, რომ ის იცავს, ესე ვთქვათ, უკრაინას. და სამშობლოს დამცველია და ამავე დროს ის მტერია
ჩვენი მტერიც არის და ჩვენი მტერი რო არის, ესე იგი მტრის მტერი ჩვენი მეგობარი უნდა იყოს, შესაბამისად აი ამ სქემაში რო ჯდება ადამიანი, იმისთვის უკვე დაუშვათ სხვა აზრის მატარებელი ავტომატურად ხდება მოღალატე. აი ამ ნარატივში რო ჩაჯდება, საერთოდ ესეთი ის არის სალტიკოს შეძრინსა აქ ეს ერთი ქალაქის ისტორია პასკვილი არის რუსეთის ისტორიაზე ეს პასკვილი სატირა. ხო და იქ არის ერთი ქალაქის მეთაური გრადანაჩალნიკ რომ მივა თავი მოძრება და იქ ორი ისა რა ქვია ღილაკი რა ქვია გენიალურია სხვა თავი მოძრება და ისა რა ქვია რასტრილე ისა ვისეჩ და ნიპუშაც თუ რაღაც ესეთი ორი ღილაკი აქვს. აქაც იგივე ორი ღილაკი აქვს ესე იგი. აი ესე იგი აქეთ ერთის მხრივ არის ნათელი ღილაკი, სადაც უარყოფითი ზადებითია, ანუ ეს არის დასავლეთი. როგორც კი იტყვი რაღაცას დასავლეთზე, მომენტალურად ესე იგი ინთება და ხდები პრორუსი. აქეთ რუსეთი არის, ესე იგი კაც ორი ღილაკია და ესე და ეს ყველაფერი, ნუ ახლა აღარ გავაგზავნებ. ყველა ეს მოიცავს რუსეთის გარეშე დავიღუპებით. ესენი ამ დასავლეთის გარეშე დავიღუპებით. აი ეს რადიკალური მიდგომები უკვე დაღუპული ხარ თუ არ დაველაპარაკოთ ეგეც ხო რო დაველაპარაკოთ მე რა უთხრათ რო ხო არ დაველაპარაკოთ აფხაზეთს არ დაგვიბრუნებს მარტო არ დავჭ ან რატომ უნდა დაგიბრუნოს ან აფხაზებთან რა რო დაგიბრუნებს აფხაზებს რას უშვებენ ხოცა ხო ეს თავისთავად ახლა ეს რაღაცა ხო უნდა არა არ დაველაპარაკოთ არის ყველაზე უფრო კომიკური რაც არ დაველაპარაკები ეს არის ყველაზე კომიკური ის საიდანაც რა მოდის შიზოფრენია არა რა ბავშვია რეალურად შევხედოთ ვითარებას კაცო ანუ განვითარებული არ უნდა და აბსურდში არის ქართული რა სამკურნალოა ქართული საზოგადოებრივი აზრი რაც სამწუხაროა იმიტომ რომ ახლა აი მაგალითად ევროკავშირში მივდივართ კვერცხებსაც კი ესე იგი ურტყავდნენ და სად მივდივართ ევროპაშიო ხო ანუ ეს რასთან არის დაკავშირებული ეს ხო კი კაცო კი ეგ საიქიო 64-ში მოხვედრის ის ალუზია სად მივდივართ ევროპაში აი 64-ში მიდიან ხო და ახლა ერთის მხრივ ესე იგი 64-ში მიმავალ გზაზე მათ წარმოდგენაში ხელს უშლიან ესე იგი ბოროტი პრორუსები ამ დროს ესე იგი არავის არ ელოდება და გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად ეს აბსურდია რო არის ყველამ ვიცი და თვითონ ევროპელები გეუბნებიან ამას და საერთოდ ბოდოებში ნუ ხართო ესენი მაინც მიდიან და აქ არ არის გასაკვირებელი თავრობაც მაგას იძახს ღირსეულად მივდივართ და ისინიც მაგას იძახიან ღირსეულად არ მიდიხართო და ისინი ამ დროს ესენი ღირსეულად რომ მიდიან სანქციებს ადებენ ხო ამ დროს მეორეს მხრივ ეგ რუსეთი იშლება ამ დროს ამათ წარმოდგენაში ან რუსოფობების წარმოდგენაში რუსეთი უკვე დაშლილია პუტინი 4ჯერ უკვე მოკლეს და საერთოდ ახლა 9 მაისს ელოდებიან ზელენსკი იმუქრება რომ რაღაცას ესვრის იქ 9 მაისს ხო და ახლა ამას ესენ შენატრიან ამას რომ ნეტა ესროლოსო გავიგეთ რა უშოთ ესროლა დაუშვათ მოკლა ეს პუტინი და მე რა მოხდება შეებრძოლებიან ჩრდილო კავკასიელებს არა ესენი ჩვენზე არ არის ლაპარაკაც ჩვენ ზვარაკად ესენი ხო აცტეკები არიან საერთოდ ესეთ ტერმინებს ხმარობ მსხვერპლად ზვარაკად შევეწიროთ ხო ნუ რაღაც ეს აცტეკური კეცალკუატლის კულტია აქვს თუ რა ხდება სულ ამას რო ახსენებენ აკვირდები ბომბები მინდა რაღაც ჩუხუა რო გამოვიდა და ომი მინდა რო ყვიროდა ერთ საინტერესოა ერთი რო წავიდე თამაშია ბავშვობაში ომობანა თუ აგებდა არ ვიცი რა უნდა ვკითხოთ მოიწვიეთ ის არანაკლებებს არიან ახლა საინტერესო იქნება ზოგიერთები აქაც მომისმენია ზოგიერთების ის რა ქვია ესეთ გმირული სტუდიური კალაშქრებები ნუ ეს არაადეკვატურობა დაზიანებული აი ნარატივებისგან დაზიანებული და ეს თან რაზე არის ყველა ადამიანს თავისი მას იწეპებს აი ვინც არის მაგალითად დასნებოვნებული სიძულვილით და სიძულვილი რა არის არ წყება მას ვერ გააწყობ აი თელ დედამიწა არ იწურება მას ვერ დააკმაყოფილებ და ეს სიძულვილი რაღაცნაირ საშინელი რომელთაც შეიპყრეს ესე იგი და ყველა ამოსაწვრაებს ნახო აკვირდებით იმას კი არ ფიქრობენ რომ დაუშვათ ეხლა გავიგე გძულს მაგრამ ჯერ გძულს უკვე ცუდად ახარ შენთვის არის რა თქმა უნდა
და არავით არ იქ უკვე ქრისტიანობა ეს უკვე დამთავრდა იქ ხო? ბიჭო, ახლა დავუშვათ როლური თამაშები გავაკეთოთ. როლური თამაშები. სხვა შორის ეგეთი როლური თამაშები ჩატარდა რამდენიმე და რუსები იყვნენ ქართველები, ქართველები რუსები და რუსები უარეს ქართველები. მართლა? უესა. კი, ძალიან საინტერესო გამოსაქვეყნებელია ეგ. ნახე ეგ. ხო და ახლა როლურ თამაშებში შევიყვანოთ ეს ადამიანები და გადავიყვანოთ ახლა რუსულ როლში და დაუშვათ შენ ხარ რუსი. და უნდა გვესმოდეს რომ ის რუსი როა. იმისთვის ემოციონალურად ეს რუსობა ისეთივე ძვირფასია როგორც შენთვის არის ქართველობა, ხო? ჩვენ ახლა როცა მივტირით იმას ჩვენ დიდ იმპერიას ისინიც მისტერია? ხო, რომელიც ქონდა ჩვენ დაუშვათ ვიყავით იმპერიული ქვეყანა ერთი პერიოდი, ხო? 120 წელი, 125 წელი ნამდვილად საქართველოს დიდი ქვეყანა იყო, მერეც აგრძელებდა, მერე საერთოდ ჩამოქვეითით, მაგრამ ახლა სულ იმას სიმღერები ჩვენი პოეზია ყოველდღიურ საუბრებში სულ ნიკოპსიდან და რუბანდამდე ვართ, ხო? ის კი არა, მე-18 საუკუნეში რომ საერთოდ იმას მოლეკულარ დონეზე რო ვიყავით დაშლილები, მაინც ეგვეგონა, როგორც კი, ხო, როგორც კი ცოტა მოუშენდით, ხო, კიდე გარკვეულ როცა დაუშვათ ის რუსეთის იმპერატორი გახდა ივერიის იმპერატორიც, ასე ვთქვათ, ხო, მაგრამ ივერიას აღიქონდა ის როგორც აღმოსავლეთ საქართველოს და ისიც თან ქართლს. ხო. ისე ცნობისთვის. ხო და ახლა თუ ერთი წუთი წარმოვიდგინოთ იმ რუსის როლში, რომ აქვს ესე იგი ეს უზარმაზარი მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა, თავისი ყველაზე დიდი ატომური არსენალით და ეს ატომური არსენალი სერიოზული რამეა, ესე მართალია ზოგიერთება თქვა არის რისო ზოგიერთ ჩვენი ექსპერტი რაღაცაზე ლაპარაკობს, მაგრამ ისვრის დადასტურდა რომ ისვრის, ხო? ისკანდერს ყოველდღე ისვრია და იმაზე მაგრდება, ებნევა იმ რაკეტებზე შატო. ეს არაშნიკიც ისროლა. არა მარტო კაცო იქ სარაკეტო ტექნოლოგიები სერიოზულად განვითარებულია, რაზე გვაქვს ლაპარაკი და ახლა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ რომ ჩვენა ვართ 150 მილიონი და გვაქვს ესა და გვეძახიან, ქართველო და არა, ქართველი შენ ხარ. და ვიღაცა რო ის 3 მილიონი ნახევრიანი ქვეყანა, რომელსაც საერთოდ არანაირი სამხედრო პოტენციალი. როგორ მოიქცეოდით ჩვენ ისმის კითხვა, ლოგიკური კითხვა მინდა დავსვა. გავიხსენოთ რას ვამბობთ აფხაზებზე. და ისე მოიქცეოდით, რომ ყველა უნდა ამბობს. ხო, ვეჭვობ, რომ შეიძლება უარესათაც მოქცეულიყავით, იმიტომ რომ ძალები სულ სხვა არის და ცოტა ამიკიდან გამომდინარე რაღაცნაირად რაციონალობის იმაში ხო უნდა გადავიდეთ ამ მიმართულებით, რომ თან ახლა რუკას ხო უნდა დახედო. რუკას ხო უნდა დახედო არა ხანდახან და არ იყო ამ ხიბლის მდგომარეობაში არა მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვა რომ ამ ნარატიული ომისა და პროპაგანდის შედეგად ჩვენ ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარ რამაც შეიძლება საერთოდ დაგყუპოს იმიტომ რომ ხალხის ძალიან დიდი ნაწილი ამაში ყველა პასუხისგებელია არის აბსოლუტურად ცრუ წარმოდგენებში იმ რეალობის შესახებ რომელშიც ვართ და ეს უმრავლესობაა. მე სრული პასუხისგებლობით ვამბობ ამას, ეს უმრავლესობაა. და სრული პასუხისგებლობით ვამბობ იმასაც, რომ უმრავლესობას კონსტიტუციაში წერია, რომ გონია, რომ ჩვენ ახლა გველოდებიან ხელებგაშლილი, ესე იგი ევროკავშირში და ბოროტი ბიზინა უშლის ამას ხელს. ამას სრული სერიოზულობით გონიათ ესე და ნატოშიც ხო მართლა. აი ძალიან დიდი მადლობა ბატონო ჩვენი პირველი ნაწილის დროს სამწუხაროდ ამოიწურა, მაგრამ მე მანდ ერთი იმედი მაქვს, სანამ დაგემშვიდობებით, ფსიქოლოგიურად საზოგადოება ისეა განაწილებული და 10% არის ზნეობრივი გონიერი, 10% არის უზნეო და უგონო და შუაში ვინც არის ის რაოდენობა საზოგადოების იმის და მიხედვით კომპლექტდება, ანუ გადალაგდება მისი განწყობები, ვინ მოდის სათავეში, რომელი 10%. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთანაც სათავეში მოვა ის ზნეობრივი და გონიერი 10% და დანარჩენი ეს 80 უხეშად რო ვთქვა გადალაგდება იქით ამ ხარეს ძალიან დიდი მადლობა მოვალ პარასკევს ისევ შევხვდებით ერთმანეთს ჩვენ რეკლამის გამომცირე ხნით უნდა დავემშვიდობოთ და მალე დავბრუნდებით მეორე სტუმართან ერთად დაგველოდეთ